დღეს თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა მოვინახულეთ მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზა, სადაც სრულიად თანამედროვე ჯავშნატრანსპორტიანი მობილიზებული, ასევე არის ძალიან კარგი კვება, რასაც გავიცანით ჩვენ, ფაქტიურად ერთი დღე გავატარეთ ჯართან ერთად. ჩვენ მოვინახულეთ გმირების მემორიალი, რომელთაც პატივი მივაგეთ, 2008 წელს დაღუპულები, ასე 92-ში დაღუპულები, სხვა ქვეყანაში წასულები და დაღუპულები და ვამოყობთ ესეთი ჯარით და ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ თავდადებულ გმირებს. პირველად ვარ ბაზაზე და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. თავდაპირველად რომ მოვედით, მივაგეთ მემორიალს პატივი და სულ მინდოდა ყოველთვის მინდოდა ბაზაზე მოსვლა და ასე თქვა ჩემი სურვილი ახდა და ყველას უსურვებ რომ მოვიდეს აქ. დღეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები ვიყავით სამხედრო ბაზაზე და ძალიან კარგი გამოცდილება დავაგროვეთ. აქ ყოველდღურად რასაც აკეთებენ, თავიდან მემორიალს, სამხედრო მემორიალს მივაგეთ პატივი, სადაც სამხედრო დაღუპულები არიან ნახსენები. და ვინახულეთ სამხედრო ნივთები, იარაღები და ასე ძალიან კარგი გამოცდილება დავაგროვეთ და მოკლედ ძალიან ვისიამოვნეთ ყველამ. დღეს პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები ვეწვიეთ ბაზიანის სამხედრო ბაზას, სადაც ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება მივიღეთ. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო ინფორმაცია რაც იყო თუნდაც იმ გმირებზე, რომლებიც საქართველოს შესწირეს თავი და ძალიან საინტერესო იყო. თავიდანვე იქონია გავლენა მათ პასუხისმგებლობამ, სისწორემ და დისციპლინამ. ჩვენთვის ძალიან ესე ვთქვათ, საკმაოდ იყო და ძალიან კარგი. დღეს ჩვენ ვეწვიეთ სამხედრო ბაზას თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები. ჩემი ესეთი სტილის შეხება ამ საკითხთან, რასაც ქვია ჯარი არის პირველი. აქამდე მხოლოდ სამხედრო აღლუმი და ჯარის გარკვეული ნაწილი მქონდა ნანახი 22 მაისის დღესასწაულზე. ეს პირველი გამოცდილება იყო ჩემთვის, ძალიან ფრიად საინტერესო. ჩემს თანატოლებს, რომლებიც დღეს აქ არ არიან, ურჩევ რომ მსგავს შესაძლებლობა თუ ექნებათ, აუცილებლად მოვიდნენ ამ ადგილას. დღეს მეოთხე ქვეით ბრიგადაში სტუმრად იმყოფებოდნენ სკოლის მოსწავლეები, დაახლოებით 300-ზე მეტი სკოლის მოსწავლე იყო. თავდაცვის ძალების პროექტი ღია კარის დღესთან დაკავშირებით, მათ დაათვალიერეს როგორც ბაზის ტერიტორია, ასევე იმყოფებოდნენ სასადილოში, ნახეს ჯარისკაცის საკვები, თუ ყოველდღიურად როგორ ასაკვებს მიირთმევენ ჯარისკაცები, ასევე გამოფენილი იყო როგორც მეოთხე ქვეითი ბრიგადის შეიარაღება, ასევე საბრძოლო ტექნიკა. მათ ვიზუალურად ჰქონდათ ამის საშუალება, რომ დაეთვალიერებინათ ეს ყველაფერი, ასევე ფიზიკურად იარაღთანაც ჰქონდათ შეხება. განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია იარაღებმა. ყველა იარაღთან იყო ინსტრუქტორი, რომლებიც ამომწურავად პასუხობდნენ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს და მეოთხე ქვეითი ბრიგადა ყოველთვის მასპინძლობს სკოლის მოსწავლეებს და ასევე სტუმრებს ღია კარის დღეზე და ჩვენც მოხარული ვართ ამით და ნებისმიერ დროს მზად ვართ დავხვდეთ სტუმრებს.